მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი თავაძე, ავტორი სერიებისა დაკარგული დიდებული მესხეთი და ისტორიული ეპიზოდები ქართლიდან. დღეს შემოგთავაზებთ საახალწლო გადაცემას და გაჩვენებთ იმ სახალისო კადრებს, რომლებიც დაგროვდა მთელი წლის განმავლობაში ისტორიული ეპიზოდების გადაღებისას. ასევე გიჩვენებთ იმ გზას და სირთულეებს, რომელსაც მე გავდივარ თითოეული სერიის მომზადებისას. წავედით. 2025 წლის დეკემბრის მიწურული. კვირა დილა. აქამდე თუ ოჯახიდან მხოლოდ მე მივემართებოდი ისტორიული ეპიზოდების გადასაღებად, ბოლო პერიოდში მეუღლეც იზიარებს ჩემს მიერ დაგეგმილ მარშრუტებს, რომელიც ხან მესხეთისკენ, ხანაც კი ქართლისკენ არის მიმართული. ესე იგი დილის 6 საათია და მე და ჩემი მეუღლე მივემართებით ქვემო ქართლისკენ და ჩვენი მიზანია რომ რამოდენიმე კარგი ეპიზოდისთვის საკმარისი ვიდეო მასალით წამოვიდეთ. ნახოთ აბა რა გამოვა. როგორც ყოველი გასვლისას არც დღეს მაკლია შემართება. და მიზნად მაქვს დასახული მობინდებამდე მოვასწრო 4 ისტორიული ძეგლის გადაღება, რაც თავის მხრივ საშუალებას მომცემს ამდენივე სერია დავუმატო ჩემს ახალ პროექტს, რომლის სახელწოდებაცაა ისტორიული ეპიზოდები ქართლიდან. ესე იგი ხედავ კეთევან ჯერ 7 არ არის და ისევ სიბნელია სადღაც 800 დააგლდება 25 ეგრე დაიწყებს უკვე ნათებას და ამ დროისთვის ჩვენს ადგილზე ვიქნებით უკვე ჩასული. ესე იგი ძირითადად აი ესე დილა ადრიანად მივდივარ, თუნდაც მესხეთი იქნება, ქართლი იქნება, ვიწყებ გადაღებებს. საფულში აი არის რომ ზამთარში უბრალოდ 6-ზე ადრე გასვლას არავითარი აზრი არ აქვს, მაგრამ ზაფხულში უკვე 5 საათზე შეგვიძლია ასეთი საქმის დაწყება და ძირითადად სულ ესე ვიწყებ. ეს საშუალებას გაძლევს ერთი რომ დილით ძალიან კარგი კადრები გადაიღო და ასე ვთქვათ სიმშვიდეში და სიწყარეში ეს ნუ ამა თუ იმ ძეგლს ძალიან აუღელვებლად გააკეთო სიუჟეტი. და გარდა ამისა, უნიკალური საშუალება იმისთვისაც რომ რამოდენიმე სერიისთვის სამყოფი ვიდეო მასალის ჩაწერაც მოასწრო. კიდევ დილით გასვლას ჩემთვის აქვს ერთი ძალიან დიდი პლუსი. დრონი, რომელიც მე გამაჩნია და რომლითაც ვიღებ ამა თუ იმ ისტორიულ ძეგლს, არის ესე ვთქვათ მთლად პირველი სერია. რაც ნიშნავს იმას, რომ აი სუსტი ქარიც რომ ვიღოს, თითქმის შეუძლებელია მისი ფრენა. და დილით როდესაც მივდივარ განთიაძე 99%-ში და 99 შემთხვევაში გარანტირებული მაქვს მისი ფრენა, რადგან ქარი თითქმის არ არის თუ არ ჩავთვლით გამონაკლისის შემთხვევებში. და ეს პლუსიც აქვს ამას. ესე იგი სადღაც 2 კილომეტრამდე გადაგვრჩა დანიშნულების ადგილამდე, ამასობაში ინათა კიდევაც და სანამ მივახლოვდებით იმ ძეგლს, რომელიც უნდა გადავიღოთ პირველი, უფრო და უფრო იმ მოიმატებს ნათებაც. ის ციხესიმაგრეც გამოჩნდა, რომელზეც უნდა ავიდეთ პირველი. მასობაში 8 საათიც ხდება. ესე იგი ეს არის ახლა ძველი ციხე ქალაქის ტერიტორია. შემორჩენილია გარკვეული ფრაგმენტები, ახლა შორს გავართ. ეს სამია მოვადექით და ხა გადავალთ ამ გორით ეს. ნუ უშუალოდ ციხეზე ავალთ. ამედი ცოტა ყინვაა და სუსტი ქარია. მედია ჩვენი დრონის შეძლებს. კითაც ტაძარია, ხედავ? ნახე. აქეთ ერთი ეკლესიაა. დარბაზული. და იქითაც ეკლესია უნდა იყოს და აი აქ ამ მონაკვეთზე შეხედე. ამოდერწავი. აი ამაზე უნდა გადავიდეთ. ზაღლებით ვარ გაშემორტყმული და გადავიდეთ. მანქანით კი შეგვიძლია, მაგრამ ხდება არ მინდა, თან ძალიან კვეთრი აღმართია. მოდი გადავალ სინჯავ გადასვლას, მე იქით გერმანქანას გავაჩერებ. და იქნება აღარ მოვიდნენ ჩვენამდე, აბა გამრიშავ ხა გადასვლას მე. კარი არ ჩაიგეთოს, თორე შეიძლება დამგლიჯო.
აღარ ცეკვი აღარ არის მოდი აბა ნელ-ნელა შემზადებული და დრონიც მოხსნა გადმოდი და მეტი გზა არა არაფერს გიზარ ნუ გეშინია ეს ძალიან ჭკვიანი ძაღლები არიან გადმოს კარგი ძაღლი აი მე დრონს გავუშვებ ახლა და აღარ დამიყებოთ კარგი შუა 1 საათი მინდა და დაგტოვებთ იმ ზეგზე მანქანის გამოვიდე რა ავალ მაგრამ არ მინდა და შენ აი იქ რო ავალთ ფეხით მე და რო ჩამოვალ და ხვდები არ მოგუშვებენ მანქანა კარგი გაჩერდი კარგი ახლა გაჩერდი ეს დაანავი ეს დედალი იქნება ეხოცები გაჩერდი იქით კიდე სხვა დარია როგორც იქნა 15 წუთიანი ჭიდილის შემდეგ წყემსი გამოჩნდა და მისი წყალობით ესე თქვა ძაღლები მოგუშინაურა ზოგი გატარა და მისი წყალობით ავდივართ თურმე წინ ისეთი პრობლემები მელოდა რომელთანაც მწყემსის ძაღლების საერთოდ მოსატანიც არ არის პირველი იმედგაცრუება დრონი იყო მიუხედავად იმისა რომ ყოველთვის გმირულად მემსახურებოდა დღეს რატომღაც ფრენა აღარ ისურვა 1 საათზე მეტია დრონს აი ასაც განვადებით ვაფრეთ ეხლა საერთოდ აპლიკაცია გაგიჟდა აღარ ირთვება ეგან აპლიკაცია ჩაერთო და დრონის ბატარეა იყო გადახურებული არ და სულ რავი 3 წუთი ვიფრინეთ არ და ეს ძეგლი დრონის კადრების გარეშე საცოდაობა იქნება ფაქტურად არ გამოვა ხა 40%-ია თავიდან ვანახლებ და ნახოთ რა გამოვა აბსოლუტურად ყველა მეთოდი ვცადე რაც კი ვიცოდი რომ დრონის პრობლემა რამენაირად მომეგვარებინა ბოლოს რაღაცნაირად მაინც შევძელი მისი აფრენა მაგრამ მალევე ქეთევანის ტელეფონზე დედაჩემი ზარი შემოვიდა რომ ნატალის ჩვენს უფროს შვილს მაღალი სიცხე ჰქონდა და ვერაფრით უგდებდა ტემპერატურას აი აქ კი ყველაფერი გადამავიწყდა და რა თქმა უნდა სასწრაფო წესით თბილისში დავბრუნდი ასე აღმოჩნდა ჩემი ავტომობილი კვლავ სახლის ჭიშკართან დაიწყო ვირუსთან ბრძოლის რამდენიმე დღიანი პროცესი ასეთ ვითარებაში როგორც კი საშუალება მომეცა საკუთარი ძალებით კიდევ ერთხელ გავაცოცხლე დრონი რომელიც როგორც ხედავთ აშკარად უკეთ ასრულებს თავის მოვალეობას ვიდრე რამდენიმე დღის წინათ შემიძლია ვთქვა რომ ტესტირება მშვიდობით ჩაიარა დანარჩენი კი უკვე გამოჩნდება შემდგომი გასვლისას როდესაც იმ ციხესიმაგრეს შეეჭიდება სადაც ერთხელ უკვე დამარცხდა ველოდები ბავშვების გამოჯამრთელებას ბავშვების იმიტომ რომ ჯერ დაიწყო ნატალის ავადმყოფობით შემდეგ ეს ვირუსი გადაედო ჩემს უმცროს ვარს დემნას ეს გადამჩენია დავალოდო მათ სრულ გამოჯამრთელებას რათა შევძლო 2025 წლის ბოლოს კიდევ ერთი გასვლა გამახორციელო და მივიყვანო ბოლომდე ის რაც დავიწყე და რასაც აი თქვენს გიჩვენებდით კადრებად ნახოთ აბა რა გამოვა უფალი მოწყალია და აი დადგა ის ნანატრი დღეც ვირუსთან არაერთ დღიანი ბრძოლა წარმატებით დავასრულეთ როგორც ხედავთ ბავშვები სრულიად გამოჯამრთელდნენ დარჩა მხოლოდ ის რომ 2025 წლის ბოლო შაბათ-კვირას ამიდმაც ხელი შემიწყოს და დავასრულო იმ სერიის გადაღება რომელიც შუაგზაში მაქვს მიტოვებული ეხლა უკვე ბედნიერი ვარ დრონმა ბოლომდე გაიშვა რასაც ქვია ესე იგი როცა გადაღება კარგად მიდის ესე მგონია ჩემზე ბედნიერი კაცი არ არის დედამიწის კაცსურათი ფრინა რასაც ქვია რაც მან ერვიულებდა იყო დრონის კადრები რაც თავარია მაქვს ნუ ხელის კამერით კიდე რამოდენიმე კადრსაც მივამატებ და შეგვიძლია ვთქვათ რომ ახალი სერია ქართლის მზად არის ეხლა გაჩვენებთ ჩემს მეუღლეს ქეთევანს რომელიც ეს ბოლო პერიოდია აქტიურად მეხმარება გადაღებებში ქეთევანს ათხარ აბა დაგვენახე
ეს არის ჩემი მეუღლე თეთევანი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ მთელი 1 წლის განმავლობაში, როდესაც მე აქტიურად მესხეთს ვიღებდი, თითქმის სულ მარტო იყო ბავშვებთან ერთად, იმიტომ რომ ყველა შაბათ-კვირა მე მესხეთში გახდით, ხოლო დანარჩენი, ესე ვთქვათ, სამუშაო დღეები, როდესაც უკვე სამსახურში დავდიოდი, სამსახურიდან დაბრუნებული, ისევ და ისევ შევიკეტებოდი ჩემს ოთახში და კვლავ ახალ-ახალი სერიების მზადებას ვიწყებდი. აკეთევან ხო არ გიჭირს ჩამოსვლა? არა. ეხლა მანქანაში გველოდებიან, მთელი ოჯახი თვარს წამოსულები, დედაჩემი, ჩვენ ორ შვილთან ერთად. ბოლოს იმწარე რო გვახსოვს, იმის მერე ვეღარ გავრისკეთ და ჩავთვალეთ, რომ ესე უფრო უკეთესი იქნება ჩვენთან რო ყოფილიყვნენ. თან ავადმყოფობის შემდეგ სუფთა ჰაერზეც გამოისა იმის. აკეთევანმა ჩამოაღწია და აგერ ეს არის დევნა, ეს კიდევ ნატალი. ნატალი ჩვენი უფროსი შვილია, დევნა უმცროსი. დევნას სახელობის არის სხვა შორის ეს მანქანაც. ნატალის სახელობის მანქანა დედიკოს ყავს. მამი, აბა როგორია ჩემთან ერთად გასვლები ეს ადგილებზე? კარგია. მოგწონს ესე იგი? კი. და ის არ ვთქვათ ხო, რომ არ მიჯერებ? არა. დევნა სად ვართ, მამიკო? დიდებულმაშეზე. ხო, აი დევნასთვის ყველა ისტორიული ადგილი, სადაც ციხესიმაგრეა, ეკლესია, არის დიდებული მესხეთი. იმიტომ რომ იცის მამიკოსგან, რომ მესხეთზეა უზომოდ შეყვარებული და დევნაც ყველა ასეთ ადგილს აიგივებს მესხეთთან. ეხლა შეიძლება ერთ ძეგლზე შევიაროთ. ნახოთ, ამინდი როგორ მოგცემ საშუალებას და მეც აღარ გავრისკავთ, ვინაიდან ვართ ბავშვებთან ერთად. თორემ მარტო რო იყო შეიძლება 1-3 სერიისთვის ამყოფი ვიდეო მასალითაც ავსულიყავ. მეც თავს აღარ შეგაწყენთ, ეს იყო ესე ვთქვათ, მოკლე აღწერა იმ სიტუაციისა, რაც ხდება კადრის მიღმა. ახლა კი თქვენ გელოდებათ, როგორც პროლოგში დაგპირდით, ის კადრები, რაც თელსის განმავლობაში დაგროვდა და რაც ესე ვთქვათ, სახალისო იუმორისტული დატვირთვის არის. სანამ დაგემშვიდობებოდეთ, კიდევ გეტყვით იმას, რომ სადღაც არა, ზუსტად 55 სერია მესხეთზე გადავიღე და 4 სერია ქართლზე. ნუ ეს ახლა მეხუთეა, რაზეც დღეს მუშაობდი და აბსოლუტურად ყველა გავაკეთე ჩემი ხარჯებით და სახსრებით. ძალიან დიდი თანხები ჭირდება, არ არის მარტივი. რო არ ვთქვათ დროზე და ენერგიაზე აღარაფერი, მატერიალურადაც საკმაოდ შრომატევადი საქმეა. ვიცი რომ სარეკლამოდ არც ერთი კომპანიისთვის არ ვარ მიმზიდველი, რამე თუ არა ვარ ძალიან ყურებადი და ვერ შევძლებ ვერც ერთი კომპანია და ვარეკლამო და ჩემს გამო ესე ვთქვათ მარკეტინგული თვალსაზრისით მე რომელიმე კომპანიისთვის სასურველი ვიყო, მაგრამ თვლი რომ ქართულ საქმეს ვაკეთებ, რომელიც დარჩება ჩვენს შვილებს, თაობებს და ისტორიას. თუ ხართ ისეთი კომპანია, ვისაც სურვილი გაქვთ, თუნდაც ცირეოდენი წვრილი მაინც შეიტანოთ. მაგრამ ნებისმიერი გზით, რაც ამ საქმეს ჭირდება, დაგვეხმაროთ, ძალიან მადლობელი ვიქნები და არც მე დაგივიწყებთ და არც ხალხი. გილოცავთ დამდეგ 2026 წელს, გისურვებთ პირველ რიგში ჯანმრთელობას, ყოველივე საუკეთესოს და უფალი იყოს თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ფარველი. ამშვიდობოთ, მამი? კი. კარგად. გესალმებით, მე გახლავართ გიორგი თავაძე, ხოლო თქვენ უყურებთ დაკარგული დიდებული მესხეთის სერიებს. გიბრუნდებით. თავბრუ დამიხვარ. მოდი ლექს არ ვიტყვი. თავბრუ დამიხვარ. ეხლა მაგდეიც არ ვითქვია, გიო. აიცა გიო. სადაც თქვენ იხილოთ ესე ხო არაფერა ხელი ამოვარ ხარ? შენ ხიტე მიცია წამოვიდე მე ხას ამოვარ ხარ და აიცა გიო. გებ კი. აიც ნავიდან მოგესალმებით, ჩემი სამდღიანი შრომა. შეიძლება, არა, ეგრე არ აქ. არიცი. ენას ნუყო.
გაჩერდი. ასე ამგვარად 50-ე სერია ვარძის ციხე-ქალაქ მონასტრის შესახებ დასასრულს მივახლავ და ასე ამგვარად დავასრულე ჩემი სამდღიანი შრომა ამდიდებული ძეგლის გარშემო, რომელშიც პირველი შემთხვევა მთელი ოჯახი მიწევს დახმარებას. არ გამოდის. არ გამოდის ათქს. ხუთილე მე ვოჩდა იქ. না მე მოყვარია კიდე. Adeti Şankali Cerme, Şankali. Şöyle bilsin. Bakın. Ara gelin. Başım arkada. Şöyle bir. Ankara Manizavit. ხმამა მოდი არ კიდე არ იმაშობა ის ჩასვი რომ მოდიხარ და მე რომ მიდიხარ ეს ჩასვი აღარ უნდა ორი ისტორია. ისა. კონდე ჩართული რა. გაჩერდიდან. გაჩერე ასე ამგვარად დღევანდელი სერია მესხეთის კიდევ ერთ. კარგად გადავიდა. ეხლა მას უნდა პროსტ. აი გაჩერეთ. ჩამოემთხია. მოგელიწოდეს ფეხი, ვერც მე დაგიჭერ და მოკვდებით ორივენი. გაიგეთ, დამაცადე, წავიდე, წამოდი. არავის გადავარდი, დაელოდეთ მომდევნო არაერთ ახალ სერიას. მანამდე კი დროებით. არ ვარ გაიგიტო ტელეფონმა გაიწყდა. ადამიანს იქიდან კიდე ჩამოიგდა წამიდებს. რა ქვა დაგეცა პატარა გენჯი. არა მოხვა რა მაგარია იცი? კარგად ჩანს? ხო, კარგად ვიძახი ესე? ხო ასე ამგვარად ისტორიული ეპიზოდები ქართლის პირველი სერია. ხო. დასასრულიო თუ არ დაწერე პირველი სერია ისტორიული ეპიზოდების ქართლის, იმიტომ რომ ბრუნვაშია ისტორიული პირველი სერია ამის დამთავრდა. პირველი აგერ ვართ ვარძიაში მე და დათუნა და გაგა და თავაძე არიან დაკარგულები გზას ვერ იგნებენ. აი სადღაც აქ არიან. დროებით